მოკლედ თურქმენეთში ამ სამიტს ესწრებოდა ვლადიმერ დედამისის ძე პუტინი და საქართველოს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. შეხვედრის დროს ირაკლი კობახიძემ სულ მუშტები უბრახუნა პუტინს ჯარები გაიყვანა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდანო. თუ ეგ პაპუაშვილს უბრახუნა კელდეგნანმა. თუ ციხის კადრები დადგმული იყო ბედუკაძემ. არა, რაღაც ავირია, არაფერი არ გინდა. ავირია, შემდეგი. ძალიან ცუდი გამომეტყველება ჰქონდა ირაკლის სახეზე. მესმის ირაკლის რთულია ყავილაშვილის ბრძნად მეტყველების შემდეგ ვოვას ხუილს უსმინო, მაგრამ რასიზამ უნდა გაუძლო. მესმის შენს გერმანული იცოდე, პუტინმაც გერმანული იცოდეს და auf Deutsch ვერ ლაპარაკობდეთ, საშინელებაა, წარმომიდგენია. ერთი 30 წლით ადრე დაბადებულიყავი მშვენიერი კგბ-ს ოფიცერი იქნებოდი აღმოსავლეთ გერმანიაში, მაგრამ რა გინდა? გია ვოლსკიმ ჩვენი პრემიერ-მინისტრი იქ იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდებაო. ანუ საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება აშხაბადში და ბიზნეს ფულის ამბავი წყდება ლონდონში, ასეა. ანუ ბიზნამ საკუთარი ფული ერთ ნეიტრალურ ქვეყანაში შეინახა შვეიცარიაში და საქართველოს ბედი შეინახა თურქმენეთში. ასე გამოვიდა საბოლოოდ. თუ შეიძლება გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, მოიწონეთ ეს ვიდეო, წინა ვიდეოებიც და კომენტარებში დაგვიწერეთ იმ ადამიანებმა მხოლოდ კომენტარები, ვინც სიტყვა შეურაცხყოფას სწორად წერთ, რითაც თავიდან ავირიდებთ მილიონ ჩემთა ადამიანის კომენტარს.